პირველი სამედიცინო რადიო წარმოგიდგენთ. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების საავტორო გადაცემას კარდიოლოგის საათი თეკლა თალაკვაძესთან ერთად. რადგან დღეს 4 შაბათია და 17 საათია, ტრადიციულად ყველაზე სამედიცინო რადიოს რადიო მედეფემის ტალღაზე 103 უსმენთ გადაცემას კარდიოლოგიის საათი თეკლა თალაკვაძესთან ერთად, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი პოლეზინი წარმოგიდგენთ. რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალება გვაქვს ერთად გავიგოთ მეტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მართვისა და პრევენციის შესახებ. ასევე რას საქმიანობს, რას იკვლევს და როგორია საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების რეკომენდაციები. დღესაც ტრადიციულად ჩემთან ერთად სტუდიაშია საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გენერალური მდივანი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გაიდლაინების კომიტეტის ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში ბატონი ვაჟა აგლაძე. ბატონო ვაჟა, მოგესალმებით. მინდა დღეს ვისაუბროთ ისეთ კარდიოლოგიურ დაავადებაზე, როგორიცაა არითმიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საკმაოდ სერიოზული ფორმა, მოციმციმე არითმია. თავდაპირველად მინდა გკითხოთ, არსებობს თუ არა კონკრეტულად მოციმციმე არითმიის გამომწვევი ფაქტორები? მოციმციმე არითმია ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო არითმიების ტიპია, როგორც თქვენ ბრძანეთ, საერთოდ და ყველაზე ცუდი ის არის, რომ თვითონ პირადად რომ ცალკე გამოხატულად რომ დაასახელო, აი სწორედ ესა და ეს მიზეზი 100%-იანად იწვევს მოციმციმე არითმიასო, ძალიან ძნელია. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე რისკ ფაქტორი, რომელზეც ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით ჩვენს გადაცემებში. ეს არტერიული ჰიპერტონია გახლავთ, ანუ წნევიან ადამიანს, რომელსაც მართვა წნევისა თვითონაც მაინც და მაინც ყურადღებას არ აქცევს და ვერ ხდება კარგად მართვა, ასე დრო ძალიან დიდი რისკია მოციმციმე არითმიის განვითარების. ნებისმიერი ტიპის გულის უკმარისობა სამწუხაროდ შეიძლება გართულდეს აი მოციმციმე არითმიით, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს გულის უკმარისობას. შაქრიანი დიაბეტი ასევე სერიოზული პრობლემა არის და სერიოზული რისკ ფაქტორია. სიმსუქნე და დიდი ხოლესტერინი, იმიტომ რომ ამ დროს ისემიური დაავადების ალბათობაა დიდი. და პრინციპში ეს ყველაფერი და განსაკუთრებით კიდევ აი ალკოჰოლური ეგრეთ წოდებული არსებობს ვიკენდის არითმიას უძახიან ინგლისში, სხვათა შორის შაბათკვირის არითმიას, როცა ცოტა ზედმეტი პივა და ვისკი ხდება ერთმანეთში არეული და მე ორშაბათს ეს კალიუმის დეფიციტს იწვევს შესაბამისად და სხვადასხვა ინტოქსიკაციის გამო შეიძლება მოხდეს, მაგრამ ძირითადად 100%-იანი მისი გამომწვევი მიზეზი რა თქმა უნდა საბოლოოდ დადგენილი არ არის, მაგრამ ყველა ეს რისკ ფაქტორი მეტნაკლები ინტენსივობით შეიძლება რომ გახდეს მისი მიზეზი. და საინტერესოა, რა სიმპტომები ახასიათებს მოციმციმე არითმიას და რით განსხვავდება ჩვეულებრივი არითმიისაგან ეს ფორმა? ჩვეულებრივი არითმია და არითმიისაგან ახლა ნაკლებად უნდა განსხვავდებოდეს, მაგრამ დამახასიათებელი ის არის, რომ აი ასეთ დროს უფრო ხშირია ხანგრძლივად, ასე ვთქვათ, დროში გაწელილი და მაშინ აქვია სიმწრეში, ასე ვთქვათ, გაწელილი გულის ფრიალი, უსიამოვნო შეგრძნება, მოუსვენრობა. ადამიანს ძირითადად აი გულის ფრიალი აქვს და ვერ პოვია თავისი ადგილი და ხანდახან, როდესაც ეს პაროქსიზმული ან უცებრო შეტევა დაემართება, ვერც მოდიანაზე რა ხდება, ხომ აი რაღაცნაირად გული ფრიალებს, ცუდად ვარ და მორჩა. აი ეს არის ყველაფერი. მე ამას სამწუხაროდ 1000-ნაირი გართულება შეიძლება მოყეს, მოკლედ ძალიან ვერაგი დაავადებაა და ტყუილა არ არის რომ მაგისი მართვის გაიდლაინი, სწორედ აი მოციმციმე არითმიის მართვის გაიდლაინი უკვე ბოლო 4 წელიწადში ორჯერ გადახედული ვარიანტი და გადასინჯული ვარიანტი, შესწორებული ვარიანტი გამოვიდა სხვადასხვა ახალი წამლების გამო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან გვიჭირს მაგისი მართვა. რამდენად ხშირად მოგმართავენ აი თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, უფრო რაღაც ახალგაზრდა, უფრო ესეთ არაასაკონები, თქო, უფრო ახალგაზრდა ასაკში, რამდენად ხშირია? წერა როგორც მოგახსენეთ, ახალგაზრდებში უფრო მეტად თუ რაღაც სერიოზული პათოლოგია არ უდევს და ეს არც თუ ისე ძალიან ხშირია. ახალგაზრდებში უფრო მამაკაცებშია ეს და უფრო მეტად ეს ხდება რაღაც გარკვეული რისკ ფაქტორების, ანუ ალკოჰოლის ზედმეტად მიღების ფონზე, რაღაც ინტოქსიკაციის ფონზე, სამწუხაროდ ცოტა
წამლებიც მოგეხსენებათ, ეხლა არ მინდა ძალიან გავამახვილო ამაზე ყურადღება, მაგრამ სამწუხაროდ ეს პრეპარატებიც არასასიამოვნო და ავადსახსენებელი ძალიან ცუდ გავლენას იწვევს და ძალიან ხშირად ამით მთავრდება ეს ყველაფერი და სხვათაშორის განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. ეხლა მამაკაცებში შედარებით ვითომ ოდნავ იშვიათად არის, მაგრამ უბრალოდ სტატისტიკა არ არის მაინც და მაინც დიდად კაი დონეზე მაინც და მაინც რო ვიცოდეთ, მაგრამ ქალებში უფრო ხშირია. ქალებში უფრო ხშირია და ფარისებრი ჯირკვალი უფრო მეტად რატომღაც სუსტი წერტილია ქალბატონებში. ეთერში მცირე მუსიკალური პაუზის დროა და შემდეგ აუცილებლად დაგიბრუნდებით. ეთერშია გადაცემა კარდიოლოგის საათი. ბრუნდებით რადიო მედეფემის ეთერში, გადაცემით კარდიოლოგიის საათი და შეგახსენებთ ამ პროექტს წარმოგიდგენთ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი პოლეზინი და ვსაუბრობთ ისეთ სერიოზულ კარდიოლოგიურ დაავადებაზე, როგორიცაა მოციმციმი არითმია, რა თქმა უნდა, კარდიოლოგ, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გენერალურ მდივანთან, ბატონ ვაჟა აგლაძესთან ერთად. ბატონო ვაჟა, ხშირად მოციმციმი არითმიის დიაგნოზი, სამწუხაროდ ამ დიაგნოზის დასმა ხდება მისი უკვე ქრონიკულ ფორმაში გადასვლის შემდეგ. რამდენად ექვემდებარება ქრონიკული ფორმა სრულიად განკურნებას და ზოგადად არსებობს თუ არა პაციენტის აი მთელი ცხოვრება მკურნალობის ქვეშ ყოფნის ალტერნატივა? არა, ალტერნატივა ასეთ შემთხვევაში ნამდვილად არ არსებობს. მოციმციმი არითმიის ქრონიკული ფორმა თვითონ გვეუბნება, რომ ეს ქრონიკული დაავადებაა და ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას ქრონიკული მართვა უნდა. ეხლა წეღანას მოგახსენეთ, რომ ძალიან ვერაგი დაავადება და ძალიან ბევრი ამოუცნობი, ასე ვთქვათ, შავი წერტილია მის დიდ ოკეანეში და ნამდვილად ჯერჯერობით ბოლომდე ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, 100%-იანი შედეგიანობა ახლა არც ერთ დაავადებას მკურნალობას არ აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში რომ ძალიან დიდი ნახტომი იყოს გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი პრეპარატი, საკმარისად კარგი პრეპარატია შემოსული და ასე შემდეგ, ნამდვილად ცოტა ბოლომდე ამისი თქმა ნამდვილად გვიჭირს ახლა კარდიოლოგებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ორჯერ გადაიხედა ბოლო 4 წელიწადში მოციმციმი არითმიის გაიდლაინეს. იმას ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემები ნამდვილად არის. კი ახალი პრეპარატების გამოც, მაგრამ პრობლემების გამოც. ინვალიდობის ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია მთელ ევროპაში, ანუ ინსულტის, იშემიური ინსულტის განვითარების. ამიტომაც, როდესაც ქრონიკულ ფორმაშია გადასული მოციმციმი არითმია, ყოველთვის უნდა ექიმი ყურადღებით იყოს, რომ იმდენად მართოს ეს დაავადება და ისე, ხალხურად რო თქვა, ისე გაათხელოს სისხლი, რომ თრომბი არ გაიჭედოს სადმე. ასეთ შემთხვევაში ახლა ჩვენ მეორე საშიშროებას ვაწყდებით, ძალიან გავათხელებთ სისხლს და იქ სადღაც სისხლდენა იწყება. ამიტომაც ამ ორი ძალიან სერიოზული ვეშაპის შუაში ძალიან სილას და ხარიბდაშორის ვექცევით და ძალიან ძნელია მოქცევა ადეკვატურად, მაგრამ ამისათვის, რა თქმა უნდა, საკმარისად ესეთი სერიოზული მეთოდური რეკომენდაციებია მორჩენა, სიტყვა როგორც ასეთი, ხო, ქრონიკული ფორმის მოციმციმი არითმიის მორჩენა და აღდგენა და შებრუნება უკან მილიონში ერთი შემთხვევა არის, ძალიან იშვიათად ის იმართება ისე, რომ გული შეგუნფა იყოს შესაბამისად ადეკვატურად და აი ეს გული ემსახურებოდეს თავის პატრონს წლების და ათეული წლების განმავლობაში. ეს შესაძლებელია, მაგრამ ასევე ორივე მხრიდან ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა იყოს პაციენტის მხრიდანაც და ექიმის მხრიდან. აი ქრონიკული ფორმის შემთხვევაში რა სიხშირით უნდა ხდებოდეს მონიტორინგი ამ დაავადების? ეს გამოვლინებაზეა და სიმპტომებზეა დამოკიდებული, როგორ მართავს ექიმი თვითონ სიმპტომს და როგორ მოახერხებს მის ხელში აყვანას, ასე ვთქვათ, ხო? ყველაზე უფრო კარგი ვარიანტი ნახევარი წელიწადი, 1 წელიწადია. 1 წელიწადიც არა, ნახევარი წელიწადია. 2-3 თვეში ერთხელ თითქმის რაღაც პატარა ვიზიტი, მაინც რაღაც პატარა გადახედვა მაინც სიტუაციის და აი ყოველ შემთხვევაში რაღაც ინფორმაცია ექიმს უნდა ქონდეს. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ 2-3 თვეში ერთხელ ვიზიტს ეს მოითხოვს ქრონიკული მოციმციმი არითმია. აი თქვენ ახსენეთ მართვა. ეს ტერმინი. აი როგორ უნდა ვმართოთ მოციმციმი არითმია და რამდენად შესაძლებელია ეს?
ну მართვა რას ნიშნავს რომ არ გაგვექცეს ძალიან ზემოთ გულისხმის სიხშირე არ გახშირდეს ძალიან ეს ძალიან სერიოზულ მუდმივ იწვევს სიმპტომებს და პაციენტის სერიოზულ დისკომფორტს ძალიან არ გათხელდეს სისხლი და საშიშროება სისხლდენის არ წარმოიქმნას ერთს ვარჩენთ და მეორე არ უნდა დავასახიჩროთ და მეორე არ უნდა მეორე არ უნდა დაგვიდოს ისეთი კვანტი რომ ცუპირით ცის დავარდეთ და გარდა ამისა აი მართვა იცით ყველაფერი ერთად არის სიმპტომების მართვა სიტუაციის მართვა თვითონ სისხლის შემდედებლური ფუნქციის მართვა და ანტიშემდედებლურისაც და თვითონ პაციენტის მართვა თვითონ სიტუაციის მართვა იცით რას ნიშნავს რომ თვითონ პაციენტი შეგუებული იყოს ამ სიტუაციას შეგუებული იყოს მორგებული იყოს და თვითონვე შეეძლოს რაღაც გარკვეულ სიტუაციაში იმის გამოვლენა, აი გაუარესდა სიტუაცია თუ არ გაუარესდა. აი ყველაფერი ეს ერთად უკვე მართვაში მიდის. ნუ რა თქმა უნდა, ადეკვატურ წამლებთან ერთად ახლა ამაზე აღარ ალაპარაკი. ბატონო ვაჟა, თქვენ ყოველთვის აღნიშნავთ ევროპული გაიდლაინების უპირატესობას და იმასაც, რომ მათი მიდგომა სხვა მეთოდოლოგიებთან შედარებით 10%-ით ნაკლები სიკვდილიანობითა და ავადობით გამოირჩევა. აი როგორია ეს ევროპული მიდგომა მოციმციმე არითმიის მიმართ? ну მცირე შესწორებას შევიტანდი სხვა მიდგომასთან კი არა უბრალოდ აი რომ არ იყოს ჩამოყალიბებული მწყობრი მიდგომა რაც აი ალგორითმული მიდგომა არის გაიდლაინური მიდგომა ასე ვთქვათ ხო აი აქედან რომ ცოტა გადაუხვევთ და ჩვენ უკვე რაღაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას და ასე შემდეგ მივენდობით და ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას გაიდლაინებს აი ასეთ შემთხვევაში გარბის ძალიან ზემოთ მაჩვენებელი, ცუდი მაჩვენებელი. ანუ 10%-ით სერიოზული შემცირება ავადობის და სიკვდილობის გაიდლაინებით მართვას მოსდევს. მაგრამ უპირატესობა იმაშია, რომ ეს ყველაფერი კვლევებზეა დამყარებული. ყოველი პრეპარატი, რომელიც ვთქვათ მოციმციმე არითმიის მართვისას გამოიყენება, ყველა მათი გამოყენების ხარისხიც, დოზაც და ყველაფერი სერიოზულ კვლევებზეა დამყარებული, კვლევების შედეგებზეა დამყარებული, ასე რომ ექიმმა თავისუფლად წყნარად შეიძლება ანდოს ეს ყველაფერი უკვე, ესე ვთქვათ, მისი კოლეგების მიერ მიღებულ რაღაც გარკვეულ შედეგებს გაიმეოროს და მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და ეს ევროპული გაიდლაინით იქნება თუ ამერიკული გაიდლაინით მართული, ყოველთვის ექიმს აქვს უფლება ინდივიდუალიზმი გამოავლინოს, ოღონდ უნდა დაასაბუთოს ეს ასია თუ არ არის ასე საჭირო. და მიუხედავად იმისა, რომ შემოდის უამრავი ახალი პრეპარატი, ხდება ოპერაციული ჩარევა, თქვათ ასევე მრავლადა გულში ჩასანერგის სხვადასხვა მოწყობილობა, სიკვდილიანობის და ინვალიდობის პროცენტული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაინც ვერ იკლებს. კი ბატონო, სამწუხაროდ. და ყოველივე ამის ხშირად, ერთ-ერთი უსერიოზულესი მიზეზი არის სწორედ მოციმციმე არითმია. კი ბატონო. რამდენად შესაძლებელია ზოგადად პრევენციული ზომების მიღება? და რაში მდგომარეობს ეს პრევენციული ზომები? ну მოდით ასე ვთქვათ, არსებობს პირველადი პრევენცია და მეორადი პრევენცია. ახლა ის რისკ ფაქტორები, რაც დავასახელეთ წინა ცოტა უფრო ადრე ჩვენი საუბრის დროს ამჟამად, ეს ყველა რისკ ფაქტორი თუ კარგად იმართება, ანუ ჩათვალეთ, რომ უფრო ნაკლები შანსია, რომ ეს ვერაგი დაავადება მოციმციმე არითმია გამოხდეს. მაგრამ როცა უკვე მოციმციმე არითმია არსებობს და მეორადი პრევენცია ნიშნავს მისი გართულებების თავიდან აცილებას, ხო? ყველაზე უფრო სერიოზული გართულება ინსულტია. ეს არის აი მართლა მათრახი მთელი ევროპისთვის რა. და ასეთ შემთხვევაში მართვის პრინციპი და რა უნდა გავაკეთოთ? ეს იმას ნიშნავს, რომ დროულად მივიდეთ ექიმთან, როდესაც დაგვიბარებს, ექიმაც უნდა მაქსიმალურად ეცადოს, რომ ყველა ის მის ხელქვეშ არსებული მეთოდი გამოიყენოს იმისთვის, რომ პაციენტი დაარწმუნოს, რა თქმა უნდა, ახლა ზედმეტი სიხშირე დამიჟერეთ ექიმს მაინც და მაინც დიდად არ სიამოვნებს ტყვილად პაციენტის სინჯვა, მით უმეტეს თუ ის სერიოზული პაციენტია. ხო და
ასე რომ თუ აუცილებლად როგორც კი აუცილებლობა მოითხოვს და როგორც თუ პაციენტი და ექიმი ერთად მუშაობენ, მეორადი პრევენციაც ძალიან შედარებით იოლი მისაღწევია. შედარებით, ეს უკვე შედარებით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა სამწუხაროდ არსებობს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომელიც ყველა, ასე ვთქვათ, ყოველთვის ამ გაიდლაინში არ ჯდება. საუბედუროდ. ბატონო ვაჟაი, თქვენ რისკ ფაქტორებზეც ისაუბრეთ და მაინტერესებს გენეტიკური წინასწარ-განწყობა რამდენად შეიძლება იყოს თქვათ ამ შემთხვევაში ჩართული? ასეთ შემთხვევაში ახლა ისეთ სერიოზული კვლევები რო აი ვიღაცას მოცემცემი არითმია ჰქონდა და შვილსაც მოცემცემი დაემართება ყველა ვარიანტში, ეგეთი რაღაცა ცოტა ნაკლებად. ზოგადად კარდიოლოგიური დაავადებების კარდიოლოგიური დაავადების მხრივ კი, იშემიური დაავადების ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით დედას, მამას სისხლის ნათესავს იშემიური დაავადება გამოვლენილი ქონია როდესმე თუ არ ქონია როდესმე. ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებია, ყოველთვის აი თუ არის მიუხედავი ფარისებრი ჯირკვალი, ძალიან ხშირად, ყოველ შემთხვევაში ძალიან თუ არა საკმაოდ ხშირად ეს რთულდება მოცემცემი არითმიით. და გენეტიკას რაც შეეხება, ახლა სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, რომ გენეტიკური ფაქტორი არსებობს და რაღაც გენთან შეჭიდული დაავადება არის, ჯერჯერობით ამის მონაცემი ნამდვილად არ არსებობს. აი, მაინც ძალიან გავრცელებულია და ალბათ საკმაოდ ისეთი სიმპტომია მოცემცემი არითმიის, ეს მაღალი წნევა, ხო? კი ბატონო. ამ შემთხვევაში აი მხოლოდ ციფრების დარეგულირება რამდენად საკმარისია სახლის პირობებში? სახლის პირობებში წნევის დარეგულირება, რა თქმა უნდა, სერიოზულად გვეხმარება მოცემცემი არითმიის მართვისას. ეხლა ჩვენ ახლა პატარა ის უნდა გავაკეთოთ კიდევ სამი პროფესიული ექსკურსია, ასე ვთქვათ. აი, მოცემცემი არითმიის მორჩენა, როგორც ესეთი ნიშნავს, რომ მოცემცემი არითმია აღდგა და უკვე ჩვეულებრივად სინუსური რითმი, ნორმალური რითმი დაუბრუნდა გულს. თუ ამის გაკეთება მოახერხეთ, ხომ კარგი და კარგი, მაგრამ სამწუხაროდ ამან გამეორებაც იცის. სამწუხაროდ უმიზეზოდ გამეორებაც იცის. ანუ რეალურად სრულიად განკურნება ვერ ხდება. სრულიად განკურნება ძალიან იშვიათად ხდება. არსებობს ესეთი ფაქტი, ვთქვათ. არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში ყოფილა, მაგრამ უბრალოდ ეხლა ეს გააჩნია დაკვირვების ხანგრძლივობა. შეიძლება 3-5 წლის განმავლობაში ეს პაციენტი იყო და შემდგომ გაქრება ხოლმე შენი თვალსაწიერი და არც იცი ახლა იმას დაემართა, არ დაემართა, კარგად არის, ცუდად არის. თან ყოველთვის ახლა პაციენტს ყოველთვის ვეუბნებით, რასო, როდესაც რაღაც გავყოლი სიხშირით, როდესაც არ გაწუხებს, მაშინ უნდა მიხვიდე ამ ექიმთან, ცუდად თუ ხარ და გლახად თუ ხარ, ექიმი თვითონ მოდის შენთან, ან სასწრაფო მოვა, ან რაღაცა, ხო? მაგრამ სამწუხაროდ აი ბოლომდე ჩვენ მაინც ვერ გადავლახეთ ის ბარიერი, რომ რაღაც გარკვეული ინტენსივობით, გარკვეული სიხშირით მაინც მოვახერხოთ ჩვენი თავის, თქვათ, შემოწმება და ექიმთან მისვლა. მით უმეტეს, როცა თავის დროზე სერიოზული დიაგნოზი ქონდა დასმული. ბატონო ვაჟა, თქვენთან საუბარი როგორც ყოველთვის ძალიან ინფორმაციული და საინტერესოა. სწორედ ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა თქვენ. ეთერში პატარა მუსიკალური პაუზა და ჩვენ ბრუნდებით რუბრიკით ეგისთან ერთად. ეთერშია გადაცემა კარდიოლოგის საათი. ეთერში ყველაზე ჯანსაღი რადიო მედეფემი ტალღას ტრადიციულად 100 და 3 და შესაბამისად თქვენ უსმენთ გადაცემას კარდიოლოგიის საათი თეკლა თალაკვაცესთან ერთად. სწორედ ამ პროექტს წარმოგიდგენთ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი პოლეზინი, რომელსაც სხვათაშორის უნგრული ქარხანა ეგისი აწარმოებს და დროა სწორედ ამ ქარხნის სამედიცინო წარმომადგენელი ნატალია კოკაია შემოგვიერთდეს ძალიან საინტერესო ინფორმაციით ეგისის კიდევ ერთ თანამედროვე და ანტისეპტიკურ პრეპარატზე, ეგისეპტის აეროზოლზე. მოგესალმებით, ქალბატონო ნატალია. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. დღეს ჩვენი საუბრის თემაა კანის დეზინფექცია და მინდა წარმოგიდგინოთ თანამედროვე ანტისეპტიკური საშუალება ეგისეპტის აეროზოლი. დადგა სეზონი, როდესაც მატულობს სხვადასხვა ინფექციების გავრცელების რისკი. ცნობილია, რომ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების გადაცემა ძირითადად ხდება კონტაქტური გზით. ამ დროს ხელების სისუფთავე თქვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა ინფექციების განვითარება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს რეგულარულად უზრუნველყოთ ხელების სისუფთავე. კერძოდ, ხელები უნდა დავიბანოთ საპნით დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, ხოლო როდესაც არ არის დაბანის საშუალება, გამოვიყენოთ სპირტხსნარები.
ანტისეპტიკური სპილხსნარები წარმოადგენენ გამოცდილ და სანდო სადეზინფექციო საშუალებას, რადგან სწრაფად ანადგურებენ მავნე მიკროორგანიზმებს. თუმცა დამეთანხმებით არის სიტუაციები, როდესაც ვერ ხერხდება ხელების ჩვეული წესით დაბანა, მაგალითად აგარაკზე, მოგზაურობისას, სამედიცინო დაწესებულებაში და საჭიროა სასწრაფო დეზინფექცია. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შექმნილია ანტისეპტიკური აეროზოლები. ეგისეპტი ახალი თანამედროვე საშუალებაა კანის მომენტალური და კომფორტული დეზინფექციისთვის. იგი 10 წამში ანადგურებს პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რადგან ეგისეპტი შეიცავს ორ გამოცდილ მძლავრ ანტისეპტიკურ კომპონენტს, ქლორჰექსიდინსა და სპირტს, რომლებიც ცალ-ცალკე უკვე მრავალი წელია კანის დეზინფექციისთვის ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, კერძოდ ქირურგიაში, საოპერაციო ველისა და ინსტრუმენტების დამუშავებისთვის. ხშირად ქლორჰექსიდინს იყენებენ ასევე კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში, ტატუ სალონებში. ეგისეპტი ასევე მოსახერხებელია ინექციების, ინფუზიების, პუნქციების, აცრების, სისხლის გადასხმის და სხვა მრავალი სამედიცინო манипуляციების დროს. მით უმეტეს, რომ იგი არ საჭიროებს დამატებით ბამბის ან სხვა შესახვევი მასალის გამოყენებას. აქვე მოგახსენოთ, რომ ქლორჰექსიდინის კონცენტრაციის მატებასთან ერთად იზრდება მისი ანტისეპტიკური თვისებებიც. სიტყვაზე, თუ 0.01%-იანი ხსნარი მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიებზე, 0.05%-იანი მოქმედებს როგორც ბაქტერიებზე, ასევე სოკოებზე. რაც შეეხება ვირუსებს, საჭიროა უფრო მაღალი კონცენტრაცია ქლორჰექსიდინის. ქალბატონი ნატალია, საინტერესო როგორია ეგისეპტის კონცენტრაცია, ანუ როგორია მისი მოქმედების სპექტრი? მადლობთ შეკითხვისთვის. მოგახსენებთ, რომ ეგისეპტი წარმოადგენს ქლორჰექსიდინის 1%-იან, ანუ მაღალ კონცენტრირებულ სპირტ ხსნარს. აქედან გამომდინარე, იგი მოქმედებს როგორც ბაქტერიებზე, ისე სოკოებზე და ვირუსებზეც, მათ შორის B ჰეპატიტის, ჰერპესის და შიცის ვირუსებზეც. ეგისეპტი შეიძლება გამოვიყენოთ დაუცველ გარემოსთან კონტაქტისას, მაგალითად აუზის შემდეგ სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ოჯახში ეგისეპტი გამოგადგებათ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთების და ხელსაწყოების დეზინფექციისთვის, რომლითაც ადვილად შეიძლება ინფექციის გადატანა, მაგრამ არ შეიძლება მათი თერმული დამუშავება. მაგალითად თერმომეტრები, სავარცხლის, მაკრატლის, ფეხსაცმლის და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, მსმენელს დაინტერესებს, შეიძლება თუ არა ეგისეპტის ფეხსაცმლის დეზინფექციისთვის გამოყენება. დიახ, ეგისეპტი სწორედ ამით გამოირჩევა სხვა ანტისეპტიკური საშუალებების გარშემო. შეიძლება მისი გამოყენება ფეხსაცმლის დეზინფექციისთვის, ვინაიდან მხოლოდ 1%-იან ხსნარს გააჩნია სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკის უნარი, ეგისეპტი კი წარმოადგენს 1%-იან ხსნარს, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდირებულია ფეხსაცმლის დეზინფექციისთვის. ხოლო ფეხსაცმლის დეზინფექცია უნდა მოხდეს შემდეგნაირად. ფეხსაცმელი შიგნიდან დაამუშავეთ ეგისეპტის ხსნარით, ჩადეთ პოლიეთილენის პარკში 2 საათით და შეკარით. შემდეგ გაანიავეთ. გამოყენებისას ბალონი დაიჭირეთ ვერტიკალურად დამუშავების ადგილიდან 6 სანტიმეტრის მოშორებით და შეასხურეთ ხსნარი. ერთი შესხურებით ხდება 6 სანტიმეტრი დიამეტრის ფართობის დეზინფექცია. და ბოლოს თითოეულ ჩვენთაგას უნდა ახსოვდეს, რომ სოკოვანი დაავადება გადამდებია, დაავადებული ადამიანი წარმოადგენს გარკვეულ რისკს ოჯახის წევრებისთვის და გარშემომყოფებისთვის, ამისთვის გამოიყენეთ ეგისეპტი და დაიცავით თქვენი თავი და ოჯახი ინფექციებისგან. ეგისი გისურვებთ ჯანმრთელობას. ქალბატონი ნატალია, დიდი მადლობა ნამდვილად საჭირო ინფორმაციისათვის. ბატონ ვაჟას მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. და დროულად აგემშვიდობთ ზუსტად 1 კვირით, ჩვენ ერთმანეთს არანაკლებ აქტუალური და საინტერესო თემებით შევხვდებით შემდეგ 4 შაბათს 17 საათზე. გისურვებთ ჯანმრთელობას. კარგად.